მოგესალმებით ძვირფასო მეგობრებო, თქვენ უყურებთ არხს Energy Fishing, მე კი გიორგი ვარ. ახლა ჩვენ ვიმყოფებით ბაზალეთის ტბაზე, სადაც ვატარებ ჩემი კლუბის მეშვეობით ტურნირს სპინინგი თევზაობაში. ბაზალეთის ტბა 2025, დღეს არის 9 ნოემბერი და ყავს 30 მონაწილე. ტურნირი ჩატარდება 4 საათის განმავლობაში 2 ტურად და რა თქმა უნდა, შედეგების მიხედვით გამოვლინდება 3 გამარჯვებული, პირველი, მეორე და მესამე. შესაბამისად, მათ გადაეცემათ ძალიან კარგი პრიზები, რომელიც დააწესა შებესე მარჩუკმა. ესეთი კომპანია, რომელიც ძალიან ბევრი ბრენდის წარმომადგენელია საქართველოში, რა თქმა უნდა, სათევზაო აქსესუარების. ასევე ჩვენ გვაქვს სპინინგის ფედერაციის დაწესებული პრიზი, საკმაოდ კარგი და საინტერესო და ასევე საწერონა შემოსული თანხებიდან ძალიან კარგი პრიზები დამატებით. ისე რომ იმედი მაქვს, რომ ყველა დაიჭერს თევზს, იმედი მაქვს, რომ წარმატებული იქნება მათი თევზაობა და ძალიან კარგი ჯახი გამოვა, ასე ვთქვათ. აუცილებლად გამოიწერეთ ჩემი არხი, გააქტიუროთ ზარზღლაკი და ეტაპობრივად ჩამოვიაროთ, ნახოთ თუ ის რა შედეგი იქნება. განსხვავებული წესები გვაქვს ამ ტურნირში, ზოგადად ქორჭილას შემთხვევაში იზომება ხოლმე ქორჭილა ზომა და აი ეს ზომა იწერება შედეგში, მაგრამ ამ შემთხვევაში გვაქვს განსხვავებული. ერთი თევზი უდრის ერთ ქულას. რაც უფრო მეც დაიჭერს, შესაბამისად მით მეტი ქულა არის და გახვალ საპრიზო ადგილში. წარმატებას გისურვებთ ყველა მონაწილეს. წავედით ახლა გავიაროთ, ნახოთ რა მოხდება. მეგობრებო, დავიწყოთ თევზის გაზომა, უბრალოდ დათვლა, იმიტომ რომ რაოდენობაში გვაქვს პრინციპში. ერთი თევზი უდრის ერთ ქულას. დავიწყოთ მერაბ კაჭარავოთ. ნახოთ რა ხდება. Big fish იქნება 10 სანტიმეტრი. 1 2 3 4 ნახეთ რა ბატონო. 4 5 6 7 8 9 თევზი. ახლა იკალიშვილი. ნახოთ. ვადლობა ბატონო, გახა 12 სანტიმეტრი. დავთვალოთ რაოდენობა. 1 2 3 4 5 10 თევზი. ილია ორიგაშვილის თევზის რაოდენობა 1 კაცურა 2 3 4 მოდიაქ 5 6 7 8 9 10 11 12. მეგობრებო, გიორგი მარღანიას თევზი დავთვალოთ და თან ყველაზე დიდი გავზომოთ. ეს არის უკვე მეორე ტური, პირველ ტური ჩავამთავრეთ და შეინაცვლეს ადგილები, ანუ პირველ ტურში, პირველ სექტორში მიციყო, გადმოვიდა მეორე ტურში, მეორე სექტორში და შესაბამისად მეორე სექტორის მონაწილეები გადავიდნენ პირველ სექტორში. აქ გვაქვს ჩვენ 4 თევზი, გიორგი მარღანია. საკმაოდ კარგი შედეგია და ახლობით 40 წუთია, რაც დაიწყო მეორე ტური. ყველაზე დიდი ალბათ იქნება ეს. არა, ეს არის ყველაზე გრძელი. გავზომოთ. სარი ჩიგარი 13 სანტიმეტრი. სულ არის 4 ცალი. გავუშვით. ერნესტ მიკირტიჩიანის თევზი 3 ცალი არის რაოდენობრივად. აქედან ყველაზე დიდი რომელიც არის ის გადავზომოთ. ეს არის 13 სანტიმეტრი. საერთო რაოდენობა 3 ცალი. გავუშვით. საურ, მიდი შენ გააგზელე არ დაკარგოდ რომ ამას მე მივხედო. 1 11 12. 12-ია ყველაზე დიდი და 4 ცალი. გავუშვოთ.
ქიტიაშვილი, აგერ არის. ბატონი ზაურ ქიტიაშვილი. გია ოთნაშვილს 5 თევზი ყავს, ანუ ერთი შედარებით მოზრდილია, ეს გადასაზომია აუცილებლად. ზომავთ იქიდან გამომდინარე, რომ თუ მაგალითად ერთ და იგივე ქულები დაემთხვა, ანუ რაოდენობრივად ერთნაირად დაიჭირეს მეთევზეებმა, სპორტსმენებმა თევზი, შემდეგ უკვე შესაძლებელია დაგჭირდეს თევზის ზომის დათვლა. ამიტომ 3 წელს გადავზომავთ, რომ ვიცოდეთ, ნუ 3 აღარ დაემთხოვა ფიზიკურად რა. 14 არის ეს. მეგობრებო, ლევან ფაცაციას თევზი ყველაზე დიდი რომელიც არის გავზომოთ და ეს გამოვიდა 16-ზე ნახოთ. კი ბატონო, 16 გავუშვოთ. ლევან გიორგაძის თევზი 1 2 3 4 5 ცალი, აქედან ეს გავზომოთ, ყველა დიდი რომელიც არის. შეავსოთ გავხსოვოთ და ეს არის მეგობრებო 13 სანტიმეტრი 14-მდე ვეღარ მიდის. მოგესალმებით კიდევ ერთხელ. მოკლედ ის იყო რა საკმაოდ რთული ტურნირი გამოვიდა იმ ვარიანტში რომ ძალიან ისე იყო რა თანაბრად ქულები. თევზის რაოდენობა უბრალოდ ანუ როგორც გვიწერია მე თევზის ზომები დარდება და მაგის მიხედვით უკვე ადგილებს ვაჯამებთ რა საერთო ჯამში. ანუ კიდევ ვიტყვი რა ვიცი შეიძლება ყველა მიცით, მაგრამ მაინც ვიტყვი ყოველ შემთხვევაში ვიდეოსთვისაც რომ აყურებელს გაიგოს. პირველი ტურის შედეგი, მეორე ტურის შედეგს ეჯამებოდა და შესაბამის ქულა გამოდიოდა. ხაზე რა ქულაც გამოვიდოდა, ის იყო შენი საერთო შედეგი. მაგის მიხედვით ერთმანეთს უკვე ვაჯამებდით, რომელი გავიდა პირველზე, მეორე, მესამეზე, რაც უფრო ნაკლები ქულა ქონდა, შესაბამისად უკეთესი იყო. დაემთხვა რამდენიმე ადგილი, ანუ რამდენიმე ქულა იყო ერთნაირი, მაგრამ თევზის ზომებმა, იმიტომ სპეციალურად გავზომეთ რამდენიმე თევზი, რომ თევზის ზომებმა მე როგორ გადაწყვიტა პირველი, მეორე და მესამე ადგილი. ნუ პირველი ადგილი გარანტირებული იყო, იმიტომ რომ ძალიან შორს იყო მეორე და მესამე ადგილისგან, ესე რომ ვთქვათ. ისე რომ მაინც საერთო ჯამში საინტერესოა, რავი, ბევრმა ისეთი აზრი დააფიქსირა, რომ ეს პატარა თევზია ის არის. მარმიშინ გინდა რაღაცნაირად შემოვიტანოთ საქართველოში. საინტერესოა ჩემი აზრით რა, იმიტომ რომ მუღამი აქვს რა მაგას, თავისი მუღამი აქვს და იმედი მაქვს რომ შემდეგ ტურნირებზე კიდევ უფრო მეტი გვეყოლება მონაწილე. კარგი, მადლობა კიდევ ერთხელ მობრძანებისთვის და დავიწყოთ ნელ-ნელა. ნუ პირველ რიგში სპონსორებზე მინდა ვთქვა, ესე იგი, შპს მარჩუკმა დაგვიწესა სპინინგის ჯოხი, რაც მადლობა მარჩუკს, ბევრი ბრენდის წარმომადგენელია საქართველოში აღარ ჩამოთვლი. და ასევე სპინინგის ფედერაციის წარმომადგენელმა ბატონმა ზურამ პრეზიდენტმა დაგვიწესა საკმაოდ კარგი ჩანთა, რომელსაც მეც შემოვნებით მოვირგებდი წევრზე. მადლობა მათ აუცილებლად და დანარჩენი ესე იგი როგორც არის ხოლმე შემოსული თანხიდან რაც შევძელით, შესაბამისად ყველაფერი წავიდა პრიზებში და წარმოდგენილია ჩვენს თვალწინ. აბა დავიწყოთ ახლა. მესამე ადგილი. დაიკავა მონაწილემ ლევან ფაცაცია. გილოცავთ ბატონო ლევან, ეს თქვენ და პრიზებზე მე შემოგვიარეთ ფოტოს დროს. წარმატებები გილოცავთ კიდევ ერთხელ. მეორე ადგილი, ძალიან საინტერესო იყო, აი ზომები თევზის ილია ურიგაშვილი. გილოცავთ ეს თქვენ მეორე ადგილი. ცოტა დიდი თევზი უნდა დაგეჭირათ. კარგია. პრიზებზე მე ბოლოს. და პირველი ადგილი გიორგი ხიზანიშვილი. პირველი ადგილი გიორგი მარღანია. გილოცავთ ბატონო გიორგი ეს თქვენ მედალი და პრიზებს მე მოგაწვით. გილოცავთ ზომა შენერი შედეგია. გაიხარე, მადლობა თქვენ.